ისის ყველანი იქით ჩიხი უარესია ჩვენ საიდანაც გამოვედით ეხლა კიდე კარგი მესაზღვრე მეზობელი ყავს კეთილგანწყობილები და გვიშვებენ თორე რა არის ასეთ მდგომარეობაზე ქუთაისში ბერი თევდორეს მეორე შესახვევის მაცხოვრებლები საუბრობენ ადგილობრივთა განმარტებით გზა დეკემბრის დასაწყისში მისი კეთილმოწყობის მიზნით გადათხარეს თუმცა ჯერ ეს კეთილმოწყობილი გზა არსად ჩანს ისიც გაფუჭდა რითაც ასე თუ ისე საკუთარ სახლებამდე და ეზოებამდე მაინც ახერხებდნენ მისვლას და სამწუხაროდ ახლა ესეც კი ფუფუნებად იქცა. 35 წელი ეს მდგომარეობა და შეგვპირდა არჩევნების დღეს გამოცხადდა ტენდერი რომელიღაც კომპანიამ მოიგო დაგვთხარა ჩაგვსვა ტალახში ლაფში და დამიგვატოვა ესე არავინ არ შეამოწმარა ცოდები არა ვართ ახალი წელი შობა ეს წყევლა მოგვივიდა ხანძარი გამიჩნდა სამზარეულოში დენის გადამყვანით და სახანძრო ვერ მოვიდა ხანდაზმულები ცხოვრობენ სასწრაფო ჭირდებათ ხო და როგორ არის მისად გომიქსა 13 დეკემბრიდან მოვიდეს გადათხარში ჩვენ გვეგონა რომ ეს ახალწლანის უნდა მილიონ ალბათ ეს საქმე ახალზე კი არა ვინ დეგეზებს თურმე მოთხარეს სამწლში მოთხარეს აკავრობა უსტი თვასუგან არაფერი სიკეთე არ არის ხალხი დავადებული საჭმელად უკეთებია სახში არავის არაკაც ახალი წელიწადი არ გუუთენებია ბატონო ხალხი დამტროულია გამევიდა ჯიშკიდან და ეცა საწყალი პენსიონერები ვართ სუღალა და აღარ შეგვიძლია დენი ხანია ერთი თვე მეტია ამ ჩაოფში ჩვენ ვსურავთ რაფერ შეიძლება აქანაც ცხოვრება აი შეხედეთ ვალენკი დავდივარ ძალიან გლახა დღეში ვარ ჩაობი მეტი არაფერი და იქით მთა იმიტინ მიცის შესვლა არ შემიძლია ჭიშკარში ადგილობრივების თქმით მათთვის უცნობია თუ როდის დასრულდება გზის რეაბილიტაციო სამუშაოები და არც არავინ ეუბნება მასამად ასე რომ მოსახლეობას სრულ გაურკვევლობაში უწევს ლოდინი პასუხი არავის გაუცი არაკაც არ მოსულა რომ დააგვიანდება პატარახანს და ასე იქნება არაკაც უცადეთ არაფერი აეტყობა ბატონო სამუშაოებში მიმდინარეობის ამას არაფერი 2-3 გვირია არაკაც აეტყობა ხან ამხელა წონის მაშინები დაეთეროდნენ დანგრევაზე და გაკეთებაზე არავინ არ მოსულა ბატონო თუ იყო მოსულები მერიიდან იყო მოსული ასე თქვენ ყველაფერი კარგად იქნება სანამ იქნება არჩევნები აი ახლა ვართ მაინც ასე როგორც ვიყავით უარესად ვართ ეგი გეჩერებია და მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია და შეიძლება იყო ქალაქისმერი და პოეზიაში ვერ ერკვეოდა და ხელოვნებაში ვერ ერკვეოდა, მაგრამ ქალაქისმერი იყო და ქალაქს უვლიდე. და ეს არაა ტრაგედია, მაგრამ აი ეს უკვე არის ტრაგედია, ესაა იმის საფუძველი, რომ ქალაქისმერი უნდა მივიდეს მოსახლეობა და უნდა მოითხოვოს გადადგომა, როდესაც ასე გააკეთებ, მიატოვებ და პასუხის გამცემს ვერ ნახულობენ, როდის დაადგებათ საშველი. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ მერიაში აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის მიზეზით გადაიდო. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, ისინი წყლის ქსელის გამართვისათვის საჭირო სამუშაოების დასრულებას 3 დღეში ელოდებიან. აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგების კომპანიას არ აქვს დასრულებული 24 საათიან წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება 3 დღის ვადაში გვპირდებიან, რომ დაასრულებენ ამ სამუშაოებს, ანუ მილის და გადამყვანების მოწყობას და შემდეგ გაგრძელდება გზის მოწყობის სამუშაოები. მანამდე ფიზიკურად ვერ განხორციელდება. თუ ჩვენ მოგცემს ამინდი სამშენებლო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში განხორციელების საშუალებას, დაახლოებით ალბათ 1 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ დასრულდეს ობიექტი. როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში სრულად მოხდება ბერი თევდორეს მეორე შესახვევის რეაბილიტაცია და იგება არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოებისათვის კი ხელშეკრულებით 98,000 ლარია გათვალისწინებული. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ სიამოვნების მომსწრენი ბერი თევდორეს მეორე შესახვევის მაცხოვრებლები მხოლოდ 1 თვეში გახდებიან. იმედია, თარიღი აღარ გადაიწევს. თამარ ქავთარაძე და მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგა ტივისათვის.